გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას დღე მუზეუმში სალომე დადუნაშვილთან ერთად. დღეს გადაცემაში ნახავთ. საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, რომელსაც უძველესი ეტრატები ინახავს, უნიკალური ხელნაწერები, რომლებიც პირველად იფინება. Როგორ მოხვდა დავით აღმაშენებლის ანდერძი უბრალო მწყემსების ხელში და რა შეუძლია ქარიან ამინდს. ეკუთვნოდა თუ არა ვარძიის ოთხთავი თამარ მეფეს და რა როლი ითამაშა ვეფხისტყაოსანმა ქართული მენტალობის ჩამოყალიბებაში. განმანათლებელ მეფეებსა და საზღვარგარეთ მდებარე ქართულ კულტურულ კერებზე გადაცემის სტუმარი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე ისაუბრებს. ხელნაწერთა ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგად რამდენიმე საინტერესო გამოფენა უკვე გაიმართა. ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შუა საუკუნეების საქართველოს გამოფენის შესახებ. ახლა კოლაბორაციას ეროვნული არქივით შეუერთდა. ახალ ექსპოზიციაზე რამდენიმე უნიკალური ხელნაწერი პირველად იფინება. მათ შორისაა დავით აღმაშენებლის ანდერძიც. თავად შუა საუკუნეები ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჩვენს ისტორიაში, მეხუთე საუკუნიდან მაინც დაწყებული და დამთავრებული მე-18 საუკუნით. ახლა ევროპის ქვეყნებში და სხვა სახელმწიფოებში პერიოდიზაცია ისტორიისა სხვადასხვანაირია, იმიტომ რომ ვისაც ახალი ისტორია, ვთქვათ, მე-16 საუკუნე, იმისთვის შუა საუკუნეებად რჩება, ვთქვათ, აღმოსავლეთში იგივე მე-16 საუკუნე და მე-17 საუკუნეც. ჩვენ საქართველოს ისტორიაში გამოვყოფთ ერთ პერიოდს შუა საუკუნეები, მე-5 მე-18 საუკუნეები, მაგრამ არის ასე ვთქვათ ქვეპერიოდები, ადრეული შუა საუკუნეები, განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდი და გვიანდელი შუა საუკუნეები. აქ წარმოდგენილია უფრო მეტად განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდიდან დაწყებული ჩვენი უნიკალური მასალა, კერძოდ ხელნაწერები, მაგრამ არის გვიანდელი შუა საუკუნეების ხელნაწერების წარმოდგენილი და ისტორიული დოკუმენტებიც. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე მიდგომა, როდესაც ერთის მხრივ არსებობს მუდმივ მოქმედი ექსპოზიცია და მეორეს მხრივ ხდება ცალკეული ექსპონატებით განახლება. ეს არის ის სტანდარტი, რასაც მიყვება თანამედროვე კონსერვაცია, რესტავრაცია და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სიხარული, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ახალი ექსპონატები შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, გარდა მისი ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობისა და ვიტყოდი ნამდვილად ეროვნული მნიშვნელობისა, დავით აღმაშენებლის ანდერძზე ზედმეტია ლაპარაკი, ეს არის ყველაფერი ცოდნის ახალი გზით მოპოვების საშუალება. ამჟამად გამოფენაზე ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ ფონდებში დაცული სრულიად უნიკალური ორი დოკუმენტი, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომელიც 1923 წლიდან ინახება ეროვნულ არქივში, მაგრამ დღეს ამჟამად სწორედ ჩვენი კოლეგების წყალობით ეს დოკუმენტი სრულიად სხვა ფორმატში და სხვა სახით არის წარმოდგენილი საზოგადოებისთვის. ჟამსა ჩემსა შირვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემ და შესავედრებელსა ჩემსა წმინდასა მამასა შიოს და სასომან და განმანათლებელმა ჩემმან ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძის დაწერა. წერს დავით აღმაშენებელი 1123 წელს ბრძოლის წინ კურთხევის მისაღებად მეფე შიომღვიმის მონასტერს ესტუმრა. დავით აღმაშენებლის საბუთი განსაკუთრებული მემატიანეა, განსაკუთრებით ბევრს ყვება საკუთარ ეპოქას და არა მხოლოდ საკუთარზე. ის დაწერილია 1124 წლებში დავითის შარვანში გალაშქრების წინ და ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად მასში ასახულია ის ბატალიები, ის დაპირისპირებები, რომელიც მის ეპოქაში ხდებოდა. კერძოდ ძაგან და მოდისტოს აბულეთისების ტრობის შესახებ მის წინააღმდეგ ის აღნიშნავს ამავე საბუთში, რომ ძალიან მადლობელია ღვთის, რომ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის, ერთ-ერთი აბულეთისის შეპყრობა და მისთვის გადაცემა. ამის გამო ის მადლობას ღვთისმფროს და სწირავს დიდძალ შესაძლეს შიომღვიმის მონასტერს. დავით აღმაშენებლის ანდერძი 1915 წლამდე სრულად იყო შემონახული. ეტრატი 2 მეტრზე გრძელი იყო და თავსა და ბოლოში მეფის ხელმოწერა ჰქონდა დართული. ხელშთვით დავით აღმაშენებელი ამტკიცებდა მონასტრისთვის გაცემულ ამ საბუთს. 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისიდან დაცვის მიზნით არქივები და ისტორიული დოკუმენტები ჩრდილოეთ კავკასიაში გაიტანეს და რამდენიმე პუნქტში გადაანაწილეს. 3000-ზე მეტი ეტრატი და ქაღალდზე დაბეჭდილი ისტორიული დოკუმენტი უკან აღარ დაბრუნებულა.
1919 წელს ის პუნქტი, სადაც იყო დაცული ქართული ისტორიული საბუთები დაიჭირეს წითელმა ჯარებმა და 3000-ზე მეტი ქართული დოკუმენტი, რომელიც ვინცის როგორ ყვებოდა ჩვენს ისტორიას, თლიანად განადგურდა. სამწუხაროდ ჩვენმა მეცნიერებმა, ჩვენმა საზოგადო მოღვაწეებმა ვერ ჩაუსწრეს ამ ნაწილს, მოხდა სასწაული მხოლოდ როცა სარგის კაკაბაძე ჩავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ადგილობრივმა მწყემსმა აბრამ ევანგულოვმა მას ჩააბარა 5-იოდე სულ საბუთი, 5-იოდე საბუთის ნაგლეჯი, მათ შორის აღმოჩნდა გიორგი მესამეს საბუთი, რომელიც ჩვენთან ეროვნულ არქივშია დღესაც დაცული და აი ეს ნაგლეჯი, რომელსაც თქვენ ახლა ამ წუთში წარმოგიდგენთ და რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ იყო სწორედ დავით აღმაშენებლის ანდერძის შემღუმის მონასტრისადმი. წყემსების მონათხრობით, გაყინულმა და დამშეულმა საბჭოთა ჯარისკაცებმა დოკუმენტები გასათბობად დაწვეს. დოკუმენტების ფრაგმენტები ბუნების ძალების ჩარევით გადარჩა. იმ დღეს ქარიანი ამინდი ყოფილა. ქარმა ფურცლებისა და ეტრატების ნაწილი აიტაცა, რომლებიც წყემსებს ჩაუვარდათ ხელში. ოდნავ უფრო ადრე, 1911 წელს, დავით აღმაშენებლის ხელთვების პალეოგრაფიული პირები, ანუ ზუსტი ასლები, სარგის კაკაბაძემ დაამზადა. ეს მასალები დღემდეა შემონახული ეროვნულ არქივში. ამავე პერიოდში დავით აღმაშენებლის ანდერძის ფოტოფირის გადაღება ალექსანდრე როინაშვილს შეუკვეთეს. როინაშვილისეული ფოტოასლი იმდროინდელ პერიოდიკაში გამოქვეყნდა, თუმცა ძალიან ცუდი ხარისხით. მეტის საშუალებას იმჟამინდელი გამოცემები არ იძლეოდა. მოგვიანებით მოხდა კიდევ უარესი რამ, ალექსანდრე როინაშვილის ეს ფოტო სამეცნიერო მიმოქცევიდან გაქრა და კარგა ხანი ის არ ჩანდა. 70-იან წლებში მეცნიერი ვალერიან სილაგავა ისტორიულ საბუთებზე მუშაობისას შემთხვევით გადააწყდა ანდერძის როინაშვილისეულ მაღალი ხარისხის ნეგატივს, რომელზეც დავით აღმაშენებლის ანდერძის ძირითადი ნაწილი იყო აღბეჭდილი. ნეგატივი განადგურებული ორიგინალის ტოლფასი იყო. ამ აღმოჩენის შემდეგ ხელახლა დაიწყო დავით აღმაშენებლის ტექსტოლოგიური კვლევა. კვლევებს აადვილებდა ის, რომ როინაშვილის ფოტოასლზე ყველა ასონიშნანის გარჩევა შესაძლებელი იყო. ფოტოასლს აკლია დავით აღმაშენებლის წერა, თუმცა ძირითადი ნაწილი უკლებრივაა შემორჩენილი. აღმაშენებლის ანდერძი მისი პიროვნების შესწავლის უნიკალური საშუალებაა. ის ამ საბუთში ჩანს როგორც სახელმწიფო მოღვაწეც და როგორც რიგითი მორწმუნე ადამიანიც კი. ამ საბუთს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიის შესწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ანდერძი საკმაოდ დეტალურია. დავითის წირავს რა დიდძალ ქონებას მონასტერს მოითხოვს, რომ დიდ მარხვის ყოველ პარასკევს მის სახელზე საფისკვერი იყოს გამომცხვარი და სპეციალური წირვა აღევლინოს. ანდერძში შესაწირი სანთლების რაოდენობაც კია დასახელებული, ისიც თუ როგორ უნდა მოიხსენიონ წირვის დროს მეფე, როცა მის შეწირულ ღვინოს მიირთმევენ. ღვთის მონა დავითი ითხოვს ცოდვათა მიტევებას სიყრმითაგან ვიდრე აღსასრულამდე. საგულისხმოა, რომ დავით აღმაშენებლის ანდერძის თავი და ბოლო მხედრულით, ხოლო ძირითადი ნაწილი ნუსხურითაა შესრულებული. აი ბაგრატიდან მოყოლებული და ცხადია დავით აღმაშენებლით და თამარით და გიორგი მესამით დამთავრებული, ეს არის განსაკუთრებული ეტაპი ჩვენს ისტორიაში. სუსტი ეკონომიკა, სუსტი სახელმწიფოებრიობა არ აძლევს საშუალებას კულტურას რომ განვითარდეს. ქვეყანა სუსტდება მხარდაჭერა საზღვარგარეთ არსებული ცენტრების. თუმცა ეს ერთბაშად არ ხდება. გიორგი ბრწყინვალე მე-15 საუკუნის მეფეა, კვლავ აღადგინა ქვეყნის ერთიანობა და ისიც ძალიან ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენ საზღვარგარეთულ კერებზე. ის კი არა, გიორგი ბრწყინვალემდე მრავალ მეფეანობაა საქართველოში. გიორგი ძის ტახტზე, გიორგი მცირეზის ტახტზე, ვახტანგ მესამეზის ტახტზე, დავით მერვეზის ტახტზე და გეგონება რომ ამ დროს არავის არ უნდა ცალოდეს, თქვათ, ხომ? არავინ არ უნდა მოიცალოს ქართული კულტურისთვის, სამწერლობო კერებისთვის, მაგრამ იცლიან. საზღვარგარეთ საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა ქართული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ცხადია, მუდმივი ლტოლვა მირიანიდან დაწყებული, თქვათ ასე, და ყველა მომდევნო მეფეებში ლტოლვა იერუსალიმისკენ და არა მარტო ჯვრის მონასტერი, იქ ძალიან ბევრი მონასტერი იყო, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენ. იგივე საბაწმინდა ზლავრაში, რომელიც არც თუ ისა შორს არის იერუსალიმიდან. ესეც არის ლტოლვა, რომ შენ დაიმკვიდრო ადგილი წმინდა მიწაზე. გვერდით სახელმწიფო ანტიოქია. ანტიოქია, სადაც ქრისტიანებს პირველად დაერქვათ ქრისტიანები. ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო და იქაც ძალიან ცნობილი
სამონასტრო ცენტრები იქმნება. რაც შეეხება შემდგომ უკვე ათონს შექმნისთანავე ქართველები უკვე პრაქტიკულად აარსებენ იქ ქართულ მონასტერს, რომელიც არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოსთვისაც, საქართველოს შიგნითაც არსებული ცენტრების ცენტრია. პეტრიწონში ჩვენ ვამბობთ, რომ ბულგარეთში შეიქმნა მონასტერი. ბულგარეთში არ შეიქმნა, ბიზანტიაში შეიქმნა. მაშინ ეს ნაწილი, თრაკიის ნაწილი, ხომ ყოფილი ბიზანტიის შემადგენელი ნაწილი და ბიზანტიაში იქნება პეტრიწონის მონასტერი. და აქაც ქართველები თავის სიტყვას ამბობენ. ისე რომ ეს არის მენტალობაც, შენ წარმოვიდგენ შენ თავს ზოგად ქრისტიანულ, მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ნაწილად და შენ შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული მართლაც რომ კულტურის განვითარებაში. ეროვნული არქივი ქართულ ხელნაწერებს გრაგნილებისა და კოდექსების სახით წარმოადგენს. გრაგნილი ერთმანეთზე გადაბმული კეფებისგან შემდგარი ხელნაწერია, რომელიც დახვევით, ანუ წაგრაგნით მიიღება. კოდექსი რვეულებისგან აკინძული და ყდაში ჩასმული წიგნია. რვეული, თვითონ ტერმინი რვეული აღნიშნავს რვა ფურცელს, აქედან მომდინარეობს და ეს ტერმინი ქართულ წერილობით ძეგლებში მე-10 საუკუნიდან გვხვდება. მე-10 საუკუნიდან გვხვდება ასევე ფურცელი. უსწორო კარაბადინი უნაკლო კარაბადინს ნიშნავს, რომელიც იდეალურია, ტოლი და სწორი არ აქვს. თავიდან ბოლომდე გამართულია. კარაბადინთან ერთად წარმოდგენილია ჭრილობების დასამუშავებელი ხელსაწყოები, სამკურნალო ქვები, წამლის შესანახი ჭურჭელი. ექსპოზიციის დამთვალიერებელს შეუძლია თვალი გაადევნოს ქართული მედიცინის განვითარების ისტორიას. კარაბადინი მკურნალებისთვის აუცილებელ სპეციფიურ ინფორმაციას შეიცავს და ის ფართო მკითხველისთვის არაა გათვალისწინებული. ეს არის უსწორო კარაბადინი, გადაწერილია მე-13-მე-14 საუკუნეში და არის მე-11 საუკუნის ქანანელის ავტორობით შექმნილი. ლარგვისის ატიკი მე-15 საუკუნეშია გადაწერილი ეტრატზე და მინიატურებითა და საზადაო ასოებითაა შემკული. აღდგომის ციკლის საგალობლებით დამშვენებულია თავსამკაურით. სახარებისეულ სცენებს 7 მინიატურა ამშვენებს. კიდევ ერთი უნიკალური ოთხთავი ვარძიისაა. თავად ეტრატისა და მისი შესრულების მაღალი ხარისხი მინიატურების მხატვრული დონე მეცნიერებს ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს. ეს არის საზეიმო მდიდრულად შემკული ხელნაწერი, შემკულია მინიატურებით, საზედაო ასოებით, ოქრომელნით შესრულებული საზედაო ასოებით და გამოირჩევა ორიგინალური გაფორმებით. მინიატურები მახარებელთა გამოსახულებები ჩართულია თვითონ ტექსტში და შესრულებულია, რა თქმა უნდა, ფურცლოვან ოქროზე. ამისთვის ოქროს პატარა ნაწილებს აწყობდნენ კარგად გაპრიალებული პერგამენტის ნაჭრებს ფურცლებს შორის და შემდეგ ბეგავდნენ ხის ჩაქუჩით უთხელესი ფირფიტის მიღებამდე. ამ მეთოდითაა შესრულებული მახარებელთა გამოსახულებები, რომელთა გამოსახვა ფურცლოვან ოქროს საშუალებით ტრადიციული მდიდრული ხელნაწერებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ოთხთავებისა შეხედეთ მოოქროვილი ულამაზესია თავისთავად მინიატურა. თავისთავად მინიატურას ვარძის მე-12 საუკუნის ოთხთავი ეტრატზე შესრულებული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტიური შრომაა. გარდა იმისა, რომ გადამწერი მუშაობს, მხატვარი მუშაობს, მე ეს საოცარი ჩარჩო ანუ ყდა. საოცრებაა. კი, ეს არის რამდენიმე ადამიანის მუშაობის, ხანდახან ერთი ადამიანის, იმიტომ რომ მას შეეძლო გადაწერაც და ვთქვათ აკინძვაც. ფიქრობენ, რომ თამარის საკუთრებაც იყო ეს ვარძიის ოთხთავი. ზოგიერთის ფიქრობს, რომ თამარმა იცოდა ამ ოთხთავის, ასე ვთქვათ, არსებობის შესახებ, თუ მისი საკუთრება არ იყო, ყოველ შემთხვევაში მის ხელში იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ მეფე თამარს ჭეროდა ეს ხელში, იმიტომ რომ პრინციპში ალბათ ასეთი ყოველთვის ასეთი მინიატურების შემკული და ხარისხი აუცილებლად მიერთმებოდა მეფეს ან კათალიკოს, ეს ფაქტია. ოქრომელანი ოქროს ფქვნილისა და თევზის ბუშტისგან დამზადებული შემკვრელი ნივთიერებისაგან იქმნებოდა. ოქრომელნით შესრულებული ნაწერი ცხოველის ეშვით გაპრიალებამდე მქრალი იყო. ელვარე ოქროსფერს ის მხოლოდ გაეშვების შემდეგ იძენდა. ამ ტექნოლოგიისა და ტერმინოლოგიის შესახებ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ვახტანგ მე-6-ის გადაწერილი წიგნიდან ვიგებთ. წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატია. ვახტანგ მე-6-ის მიერ შექმნილი კომისია
რომელიც ქართლის ცხოვრების გადამუშავებას და რედაქტირებას იწყებს. ეს ხომ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და გაგრძელება ქართლის ცხოვრების იმ პერიოდისა, რომელიც არ დაიწერა მე-14 საუკუნეებში. ისე რომ ამდა თქვათ იგივე ქიმიის წიგნი. ვახტანგს სად ქონდა დრო იმისი, რომ ამისთვის მოეცალა და ამდენი რამ გაეკეთებინა, თან პლუს პოეტი იყო, ხომ? სტამბა შექმნა, რუსთაველი გამოსცა. აქაც კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ვეფხისტყაოსანს ქართულ სინამდვილეში. უცხოურ ქართულ კულტურულ კერებში მიმდინარეობდა ხელნაწერების შექმნის ურთულესი პროცესი, თუმცა თავად საქართველოშიც არსებობდა განათლების არანაკლებ მნიშვნელოვანი კერები. ქართველი მეფეები განათლების მხარდაჭერით მომავალს ჭვეთდნენ. სწორედ უცხოურ სამონასტრო კერებში იწერებოდა და იხატებოდა ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული, ლიტერატურული და ისტორიული ძეგლები. ოდნავი მოღონიერების დროს იმ წუთშივე რაღაცას აგზავნიან ჩვენ საზოგადოებრივ ცენტრებში, რომ იმოქმედოს და კვლავ გააგრძელოს, ასე ვთქვათ, მსახურება ქართულმა ელემენტმა, ქართულმა ბერებმა, იგივე ათონზე, იგივე იერუსალიმში. გიორგი მე-11 მაინც პოულობს დროს და უკვეთავს თავის მდივანს ბექთაბექს რუსთველის ხელნაწერს. თან ეს განსაკუთრებულად შემკული ხელნაწერია, სხვათაშორის ახლა მისი ფოტოტიპური გამოცემა გამოვა, ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ხელნაწერი. ესე იგი, საქართველოს სამეფო კარი, თავად მეფე მაინც მიიჩნევს საჭიროდ, რომ არა მარტო გადაიწეროს, არამედ შეიმკოს და განსაკუთრებული ხელნაწერი შეიქმნას ვეფხისტყაოსნისა. დავათის სტელაზე გამოსახული ქართული წარწერა მე-6 საუკუნით თარიღდება. მთავარანგელოს და გამოსახულებებს შორის დატანილია ქართული ანბანი ანიდან ჰოემდე. ქართული ანბანისადმი როგორც ღვთიური მნიშვნელობის მატარებელი მოვლენისადმი დამოკიდებულება უკვე არსებული და მომავალში შექმნილი სკოლებისა და საგანმანათლებლო კერების შექმნით დასტურდება. ხელნაწერის შექმნა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა და მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვდა. ხელნაწერები სრულდებოდა ქაღალდზე, ეტრატზე, პაპირუსზე, ჭილზე. საქართველოში პაპირუსზე შექმნილი ხელნაწერები არ არსებობს, თუმცა ეროვნულ არქივში ინახება უცხოურ საგანმანათლებლო კერებში შექმნილი პაპირუსზე შესრულებული ორი ხელნაწერი. არ შეიძლება დიდხანს ერთსა და იგივე პოზიციაში იდოს წიგნი, აი ასეთ პოზიციაში, იმიტომ რომ მაშინვე რაღაც დეფორმაცია მაინც განიცდის. ან უნდა გადავფურცლოთ და შეუცვალოთ ადგილმდებარეობა, ან უნდა გავშალოთ, ან უნდა სხვა გვერდზე გადავიყოთ. ხელნაწერი დახურულ მდგომარეობაში უნდა იდოს და უნდა იდოს ბრტყლად. ეხლა ეს შეიძლება მულაჟიც იყოს და ვერც მიხვდეთ, რომ მულაჟია. გავაკეთეთ მულაჟი, არაჩვეულებრივი გვაქვს საშუალება, რომ გავაკეთოთ მაღალი ხარისხის მულაჟი, ის ვითომ ფურცლებია დავდოთ და ეს დავდოთ ხელნაწერი და შუშის იქიდან შეხედავ და ვერც მიხვდები, რომ ეს მულაჟია თუ ორიგინალია, მაგრამ როცა შენ ხედავ, რომ ნაღდია, ანუ ნამდვილია და მოდის იქიდან, სუნიცკი იქიდან მოდის ჯერ კიდევ, ეს უკვე სხვა შტაბეჭდილებას ახდენს ადამიანს. ისე შეცდომები გიპოვიათ ოდეს? მე აი გადაწერისას შეეშალოთ. კი, როგორ არა, საერთოდ გადამწერ რედაქტორების ბრალია ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტის, თქვა დამახინჯება. ზოგჯერ არასწორად გადმოაქვთ, წაშლილია, თქვა რაღაცა დროის განმავლობაში და წელი არის არასწორად მითითებული, თქვა ჩატვედის კრებულში შესული. მოგცევა ეკარტისა ის სავსეა ესეთი შეცდომები. როცა რიცხვებთან არის საქმე, აქ უკვე ცოტა რთულად არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ისტორიკოსებისთვის მირი და იწყება კამათი, აქ უნდა ყოფილიყო ალბათ ეს და მოკლედ არის. სამაგეროთ ინტერპრეტაციის რამხელა საშუალებას გაგეძლევა კი. უძველესი ქართული წერილობითი ძეგლი ცხრის ტყავისგან დამზადებულ ეტრატზეა შესრულებული. აი აქ არის წარმოდგენილი ეტრატის ნიმუშები, ცხოველის ტყავს რეცხავდნენ, ჭიმავდნენ და შემდეგ ამუშავებდნენ, შემდეგ კეცავდნენ ორი მიმართულებით, ჰორიზონტალური და ვერტიკალური, ამზადებდნენ რვეულებს და მასზე ხდებოდა ტექსტის დატანა. ხოლო ქაღალდი უკვე შემოდის საქართველოში მე-11 საუკუნიდან, თუმცა ყველაზე ძველი ხელნაწერი, ქართული ხელნაწერი შესრულებული ქაღალდზე მე-10 საუკუნიდან თარიღდება და ესეც საზღვარგარეთის სამონასტრო ცენტრშია შესრულებული და დაცულია სინას მთაზე. ისეთ რბილ მასალაზე, როგორიც იყო ქაღალდი და ეტრატი, ტექსტი კალმითა და მელნით იწერებოდა. საქართველოში ორი სახეობის მელანი მზადდებოდა: მდგრადი ანუ რკინაგალური მელანი და ჭვატლის ანუ მურისგან მიღებული. რკინაგალურ მელანს სამელნე გალისგან ამზადებდნენ. ტექნოლოგია წარმოსადგენადაც კი რთულია და დროიდების ცოდნის ფანტასტიკურ სამყაროში გადავყავართ.
მუხის ფოთოლი გარკვეული სახეობის მწერის კბენის შედეგად გალს სპეციალურ მთრთიმლავ ნივთიერებას, ანუ ტანიც გამოყოფს, რომელსაც წყალში ალბობენ, რთული ტექნოლოგიით ამუშავებენ, ურევენ შემკვრალ ნივთიერებას, რომელიც თევზის ბუშტისგან მზადდება და იღებენ მელანს, რომელიც საუკუნეებს უძლებს. ხელნაწერის დასამზადებლად სხვადასხვა იარაღი გამოიყენებოდა. სხვადასხვა სახის საწურავები, მაგრატელი დათარიღებულია მე-11 საუკუნით და დმანისში აღმოჩენილი. სხვადასხვა სახის კაპტალი, ფარგალი, ნემსი, რომლითაც იკინძებოდა ხელნაწერი და იქსოვებოდა კაპტალი. წარმოდგენილია კაპტალის ნიმუშები. კაპტალი ეს არის უკვე აკინძულ ხელნაწერზე მოყოლებული დეტალი, რომელსაც მხატვრული დანიშნულებაც ჰქონდა და ამავდროულად სიმყარეს უზრუნველყოფდა ხელნაწერის. ხის სპეციალურ დაფაზე ხდებოდა ხელნაწერის დაკანონვა, ანუ საწერი მასალის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებებით დახაზვა. ტექსტის საწერ ადგილს კვიდრი ეწოდებოდა, დაუწერელ ადგილს კი არშია, იგივე პატივი ერქვა. ფარგლით ინიშნებოდა საწერი მასალის დაწერილი და დაუწერელი ადგილები. ერთ ხელნაწერ გვერდს კაბადონი ეწოდებოდა. თავად ტერმინი კაბადონი მე-10 საუკუნისაა. მინიატურულ მხატვრობასა და ხელნაწერებში გამოიყენებოდა ფურცლოვანი ოქრო და ოქრომელანი, ასევე სხვადასხვა სახის ფერადი საწერ საღებავი. არის ლაზურიტი, აზურიტი, მალაქიტი ლაზურიტით, ოქრა, სინგური. სინგური არის ორი სახის, როგორც ხელოვნური, ასევე მინერალური წარმოშობის. ხელოვნური სინგურის მიღების რეცეპტები დაცულია ვახტანგ მე-6-ის წიგნში. რბილ მასალაზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები მე-5-მე-7 საუკუნეებით თარიღდება. უძველესი ქვაზე შესრულებული წარწერა კი ბოლნისის სიონისაა, რომელიც 493-94 წლებით თარიღდება. ჩვენ გვაქვს მცხეთაში აღმოჩენილი საწერი მოწყობილობა, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის მე-3-მე-4 საუკუნით თარიღდება. სამელნე ეს არის ოქროსგან შესრულებული, ოქროსგან არის დამზადებული და ვერცხლის კალმები. ანალოგი არ მოეძებნება ამ საწერ მოწყობილობას და აქამდე ცნობილია, რომ კალამი იყო ლერწმის კალამი. თვითონ სიტყვა კალამოს ლერწამს ნიშნავს, ბერძნულიდან მომდინარეობს. მხოლოდ ერთადერთ წერილობით წყაროში გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ფოლადნი კალამისანი ესეთი ტერმინი არსებობს. ეს არის პატერიკში, ანუ მამათა ცხოვრებაში დაცული მე-10 საუკუნის ძეგლში, თუმცა ამას ორმხრივი განმარტება შეიძლება მიეცეს. კალამნი ფოლადისანი შესაძლებელია ნიშნავდეს კალმით დაწერილ ტექსტს, რომელიც არის მტკიცე, ფოლადივით მტკიცე. და ჩვენ აი მცხეთაში აღმოჩენილ საწერ მოწყობილობაში თვალნათლივ ვხედავთ ვერცხლისგან, მეტალისგან დამზადებულ კალმებს. აქ წარმოდგენილი ხელნაწერების მიხედვით რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო საშუალო და დაბალი ფენებისთვის განათლება. სხვადასხვა ძალიან ხშირად სასულიერო პირები, თეთრი სამღვდელოების წარმოდგენილი მღვდლები, მათ შორის სოფლებშიც იყვნენ გლეხური წარმოშობისა, მაგრამ მათ წერა-კითხვა იცოდნენ თავისთავად ცხადია. აქედან გამომდინარე, რაღაცა ნაწილმა ცხადია იცოდა. მაგრამ უფრო მეტად რასაკვირველია ზედაფენაზე არის ლაპარაკი, ზედაფენა უნდა ყოფილიყო მაგალითი ქვედაფენებისთვის. მე ვფიქრობ, რომ რუსთაველი იცოდა ყველამ, გლეხმაც, აზნაურმაც, თავადმაც. ზეპრის სიტყვიერება რა არის? იგივე კულტურაა ჩვენი, ოღონდ ზეპრის სიტყვიერება იყო მერე ჩავწერეთ უკვე, ხო? მე-19 საუკუნეში. იგივე შაირი, იგივე ზღაპარისი, ხალხური ლექსიკა რა თქონდეს, ყველაფერი არის. ხალხის მიერ შექმნილი და აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაცა ნაწილში სოციალურად დაბალი ფენების რაღაც ნაწილში საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა ცოდნა, შეიძლება ჩაწერას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ზეპირად გადასცემდნენ ერთმანეთს ამას. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანმა შექმნისთანავე და სამუდამოდ დაიკავა უცვლელი ადგილი ქართული ლიტერატურის სამყაროში და საქართველოში ლიტერატურისადმი დამოკიდებულების შესანიშნავ მაგალითად იქცა. ბიბლია, ვეფხისტყაოსანი და ქართლის ცხოვრება ეს არის ის სამი ბურჯი, რომელზედაც იდგა საქართველო და ეს მართლაც ასეა. რას აქცევს უპირველეს ყურადღებას ვახტანგ მე-6-ზე? სწორედ ქართლის ცხოვრებას შემდეგ თავის სტამბაში რას გამოსცემს სასულიერო ხასიათის წიგნებს, ხომ დავით ნიჟამნი გამოსცა და შემდეგ შოთა რუსთველი. ანუ ვახტანგ მე-6-ემ ძალიან კარგად აჩვენა ხალხს რა არის საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, იმ დროის პრიორიტეტი. როგორც სასულიერო მწერლობა და წმინდა წიგნი, ასევე
რუსთველი და ასევე მისი ქვეყნის ისტორია. უცნობია, რამდენად დაეხმარა თუ ხელი შეუშალა ამ ნაწარმოებმა საქართველოში სალიტერატურო პროცესების განვითარებას. მე-20 საუკუნემ მისცა საქართველოს ძალიან ბევრი საინტერესო პოეტი, მაგრამ მე-20 საუკუნე გალაქტიონ ტაბიძეა, ხო? გალაქტიონ ტაბიძე შეუდარებელია და გალაქტიონ ტაბიძემ გადაფარა ყველაფერი დანარჩენი. აი რუსთველმა შექმნა თავისი ეპოქა. ჩვენ არ ვიცით მე-13, მე-14, მე-15 საუკუნეებში რაღაც პოეზიის ალბათ ძეგლები არსებობს, მაგრამ აიღეთ თეიმურას პირველი, თავის შესანიშნავი პოეზიით. აიღეთ არჩილი, აიღეთ ვახტანგ მე-6, აიღეთ თეიმურას მეორე. ყველა ედრება რუსთველს, ხომ? ყველა რუსთველთან გაბაასებას ცდილობს და ყველა თავის ფორმას ძალიან დიდი პოეტები არიან. ძალიან მაგარი პოეტები არიან თეიმურას პირველიც და არჩილიც. ნუ რომ არ ვთქვათ არაფერი დავით გურამიშვილზე. რომ არა შოთა რუსთველი, აი დავით გურამიშვილი იქნებოდა ის პოეტი, რომელიც გადაფარავდა ასე ვთქვათ მთელ დანარჩენ პოეზიას იმ პერიოდისას. ხშირად დამთვალიერებლის ძირითად ინტერესს ფერადი მინიატურები იწვევს. ეს არის ნიმუში ჩვენი ჯერთი კალიგრაფია ავიღოთ. ჩვენი ანბანის, ჩვენი დამწერლობის განვითარების. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოში იქმნებოდა ლიტერატურა. ეს არის ქართული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშები. და ადამიანმა ილუსტრაციის გარეშეც ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ საქმე აქვს ჯერ ერთი სიძველესთან, ჯერ ერთი საოცარ ხელოვნებასთან წერისა და ნუმერე სამწერლობო კულტურასთან. მცხეთაში აღმოჩენილი საწერი მოწყობილობა იმის დასტურია, რომ უკვე მე-3-4 საუკუნეში საქართველოში არსებობდა ეროვნული დამწერლობის უმაღლეს დონეზე განვითარების წინაპირობა. ეს გამოფენა ქართული დამწერლობის კულტურის ყველა შრეს შესანიშნავად დაგანახებთ. მე დღეს ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე და დიდი მადლობა, რომ გაატარეთ ეს დღე მუზეუმში ჩვენთან ერთად.